თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. თვალიდან ვიწყებ დიეტას. რატომ თვალიდან? მოდი დღეიდან დავიწყოთ. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მოგესალმებით, რომ გაგვეცნოთ და წარმოგვიდგინოთ თქვენ თავი ვინ ხართ, რა საქმიანობთ და რომელი სპორტით ხართ დაკავებული. მოგესალმებით, მე ვარ გაგა გილაშვილი ახალციხიდან. კლავჭიდელი, სამცხე ჯავახეთში მაქვს ჩამოყალიბებული ჩემენი კლუბი 2019 წლიდან და ასევე ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი და საერთაშორისო სერტიფიცირებული მწვრთნელი. პირველ რიგში მაინტერესებს რა გავლენა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ადამიანის ყოველდღიურ საქმეს და მის ფიზიკურ დატვირთვას. საერთოდ როგორც ვიყვებით ჩვენ ცხოვრებაში, შესაბამისი ხასიათი გვეგვაჩნია ყოველდღიურ ცხოვრებით. რომელი ასაკიდან არის უფრო რეკომენდირებული, რომ მშობელმა შვილი კონკრეტული სპორტის სახეობით დააკავოს და პირდაპირ თუ არის ესე განსაზღვრული, მაგალითად, სურვაზე რომელი წლიდან უნდა შევიდეს, კლავჭით რომელი ასაკიდან უნდა დაკავდეს და ასე შემდგომ, რომ მშობლოსაც რომ ურჩიოთ ამ ხრივ როგორ უფრო მართებულია. დიახ, ეს არის ინდივიდუალური. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვაკვირდებით მის გენეტიკურ მოცემულობას, რა გენეტიკის მატარებელია, რა გენეტიკით არის დაჯილდოებული თვითონ ბავშვი. მაგალითად, 7 წლის ასაკში მე მყოლია ბავშვები, რომლებიც სერიოზულად არიან მიდრეკილების სპორტისაკენ და უკვე მათი სხეული მზად არის, რომ პატარ-პატარა დატვირთვები მივაღებინოთ და მოვამზადოთ. მაგალითად, ზოგი 15 წელში არ არის მაგისტრის მზად. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად უნდა შევხედოთ მის გენეტიკურ მაჩვენებლებს. წონის კორექციისთვის ვარჯიშობთ რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ადამიანს, როდესაც გადაწყვეტს, რომ უნდა რაღაც კონკრეტული თქვათ ფორმები მიიღოს და რამდენიმე კილოგრამი დაიკროს. აი ხშირად მომისმენია მშობლებისაგან ესეთი სიტყვა. მიდი შვილოი ვარჯიშე და ტენიან ყველაფერს იმისათვის, რომ ხოლმე ვარჯიში არაფერი არის. თუ არა კვება. კვება არის ყველაფერი ვარჯიში. რომ მიიღო ნახშირწყალი, ცილა, ცხიმები და ასე შემდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაზე და განსაკუთრებულად სპორტსმენებზე. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, მათ გასამაგებული დოზა ჭირდებათ, რომ მიიღონ ის საკვები რაციონით, რაციონში დატვირთული ცილები და ნახშირწყლები, რაც ჩვეულებრივ ადამიანს. რადგან კვებას უკვე შევეხეთ, მოდი ამ კუთხით ცოტა უფრო განვცადოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კვება თანხმდროში მოდიოდეს ვარჯიშთან, იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დადგეს, რა როლი აქვს? სასურველი შედეგისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის საკვების რაციონის სწორად განსაზღვრა. თუ რას ვიღებთ, რა დატვირთვით, რა თქმა უნდა და შემდეგ არის ვარჯიში. რომ ავიღოთ მაგალითად კვება ყველაზე მნიშვნელოვნად წარმოადგენს 70%, ხოლო 30% დავუთმოთ ვარჯიშს. რომ მივიღოთ სასურველი შედეგი და რასაც ქვია განვითარდეთ და ჩამოგიყალიბდეს დასრული სხეული, რომელიც სასურველ შედეგს უნდა მივიყვანს ნებისმიერ სპორტში. და რამდენად აქვს გავლენა ჩვენს ბუნებაგანწყობილებას წონის კვების პროცესში, ამდენად მოქმედებს? როდესაც ადამიანს სხეულის ინდექსი აქვს დიდი, ცხიმები რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვერ მოძრაობს, ვერ არის ხალისიანი, განწყობა ნაკლები აქვს განვითარებისათვის. როდესაც ავტომატურად იკლებს წონას, გემატება ცხოვრებაში ენერგია, უფრო მეტად ხალისიანი, მეტად აზროვნებ, მეტად გეძლება ცხოვრების სტიმული და ასე შემდეგ. ნებისმიერი პრობლემას, ასე რომ ვთქვათ, მარტივად უკლავდები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ამას გაიგებს ის ადამიანების ნაწილი, ვისაც ეს გამოუცდია, როდესაც სასურველ კილოგრამებს უახლოვდება და გრძნობს, რა ბედნიერია და რა მარტივად მოძრაობს და რა ხალისი და ენერგიით იღუზებს ყოველდღიურად. მარტო წონის კლებას ვახები თითქოს და წონის მატებასაც რა შევხვდეთ, გან ზოგიერთი ადამიანთვის სწორედ ეს არის პრობლემა. შესაბამისი კვებითა და ვარჯიშით რამდენად შესაძლებელია, რომ თქვათ სასურველ წონამდე ავიდეს ადამიანი, ანუ კილოგრამები მოიმატოს. რეალურია ეს? აქვე ვიტყვი იმას, რომ რა თქმა უნდა ეს გენეტიკაზეც არის დამოკიდებული, უმნიშვნელოვანესად გენეტიკა. მაგალითად ექტომორფი, ენდომორფი, ეგზომორფი, ეს არის გენეტიკის სამი სახეობა, რომელსაც თავისი ინდივიდუალური კვება სჭირდება. მაგალითად ექტომორფი, რომელიც მიდრეკილია სისუსლისაკენ, აი რაც არ უნდა ჭამოს,
რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იმატებს და ყოველთვის მშობლებს აქვს პრობლემა, რომ მოიყოს აი ჩემი შვილი ვერ იმატებს. რა თქმა უნდა, ის უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად და რაციონი უნდა გადაუნაწილდეს საათობრივად. საათობრივად უნდა იკვებოს და იმაზე მეტი უნდა მიიღოს ნახშირწყალი და ცილა, ვიდრე მის ორჯანის სჭირდება, რათა მოიმატოს კონტურიმასა და ჩადგეს ფორმაში. ხოლო დაკლების მომენტში პირიქით ნახშირწყალი უნდა შეიზღუდოს და მოუმატოს ცილას. რომ ჩვენი ორგანიზმა იგრძნოს, რომ აქ გვაქვს წონის კლდებასთან საქმე და გამოიყენოს თავისი დაზოგილი ცხიმი, რომელიც ამავდროულად დააგროვა ჩვენს ორგანიზმში. რამდენად შესაძლებელია, რომ სახლში ვარჯიშით ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც ეს დარბაზშია? ფიქრობ, ნაკლებად ეფექტური გამომდინარე იქიდან, რომ გააჩნიათ თავდაპირველად რისი მიზანი გაგვაჩნია ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანი თუ არის უბრალოდ ფორმაში ვიყოთ, სახლის პირობებში მოვახერხებთ ამ ყველაფერს. დიახ, რატომაც არა, ვარჯიში, ცოტაოდენი სირბილი, ცოტაოდენი ლახტი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენი მიზანია ის, რომ ფორმაშიც ვიყოთ და ცოტა სხეული გამოკვეთილად იყოს, მოგწონდეს ეს ყველაფერი, ჩვენი რელიეფი, რა თქმა უნდა, აუცილებელი სასურველია, რომ ვიაროთ დარბაზში, მაგრამ დარბაზში მისვლისთანავე აუცილებლად უნდა ვიყენოთ შესაბამისი სერტიფიცირებული მწვრთნელი, რომელიც იმ ნიშნულოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება, რაც გაგვხდის მიზანმიმართულს და ჩამოყალიბებულ სპორტსმენად. ეს ყველაფერი მეტილად ნებისყოფაზეა დამოკიდებული, რაც ხშირად საკმაოდ რთულია და ანუ ამ ყველაფერში ოჯახის წევრების როლი რამდენად დიდია, რომ მათი ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს არ დაეკარგოს სტიმული, მოდივად ქონდეს мотиваცია და ასე შემდეგ. საერთოდ ყველაფერი თითქმის ოჯახიდან მომდინარეობს, აღზრდას თავისთავად. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველას დიდი ძალისხმევა და გვერდში დგომა სჭირდებათ ბავშვებს მშობლებისგან, რომ არასდროს არ დანებდნენ. ანახავს მაგალითად მინახავს ბავშვების კატეგორია, რომელსაც რამოდენიმე ვარჯიშის მერე მიუტოვებიათ ვარჯიში. იმიტომ რომ ხელში წყობა ერთი, მაგრამ გვერდში დგომა არ უგზნიათ საკუთარი მშობლებისგან. აი არანაირად გვერდში დგომა. უბრალოდ დარბაზში მოიყვანო შვილი და დააგდო ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვერდში უდგა ხარ. შენ ფსიქოლოგიურად უნდა ედგა. ბავშვს ყველანაირად მოტივირებული უნდა ყავდეს. მიდი შვილო, შენ შეგიძლია, შენ გვერდით ხარ, არ დანებდე, დატვირთო სახლშიც. რათა თვით განწყობა აუმაღლოთ ამით ჩვენს ბავშვებს და არ დატოვონ არასდროს მარტო. არის რაიმე ისეთი გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ან გარემოება, რომელიც ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოს? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხაროდ დაავადებები, მუტაციური დაავადებები თუნდაც და სხვადასხვა დაავადებული, ანუ გადატანილი დაავადებები. მაგალითად, რამე ხო არ ჭირს, თიაქარი ხომ არ აქვს, ან მოტეხილობები ხო არ ქონია წარსულში, ან რამე პათოლოგიური დაავადებების გადატანილი ხო არ აქვს ბავშვს, ხერხემალზე რამე ხომ არ ჭირს, თვალებზე რამე ხო არ ჭირს, იმიტომ რომ ეს აუცილებლად მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეადგინოს შესაბამისი პროგრამა, მოამზადოს ბავშვი და განავითაროს სწორი კუთხით. მაგალითად, როდესაც ბავშვი მოდის, პირველ რიგში ყოველთვის ჩემი გადმოსახედიდან ვაკვირდები ხერხემლის მოცემულებას, გულმკერდის მოცემულებას, გენეტიკის მოცემულებას, რამე არ შემეშალოს, რომ მაგალითად კიბოზი, ლორდოზი ან სხვა დაავადება არ ჭირდეს, ანაც თიაქარი არ ჭირდეს, რომ ვარჯიშის მომენტში შეიძლება უფრო და უფრო გაუარესო და ბავშვი ბავშვს არა შეაყვარო, არამედ უფრო დააშორო და შეძულდეს სპორტის ამოდავთ. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა და ჩვენი სოიერით ბევრ ახალ მნიშვნელოვან რაღაცას გაიგებენ, წარმატებებს გისურვებთ თქვენ სპორტში. მადლობა ძალიან დიდი და ყველას უსურვებ, რომ ნებისმიერი ასაკიდან თუ თქვილდით, რომ თქვენი შვილი მზად არის სპორტისათვის, არასდროს არ დატოვოთ მარტო და ყოველთვის დატვირთეთ სპორტით და მონაცემებით. იმიტომ რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჩვენ ცხოვრებაში სპორტს უკავია. რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან ყოველთვის ვიძახი იმას, რომ არასდროს ახალგაზრდა არ უნდა იდგეს ქუჩაში. მე ვერასდროს ვერ პოულობდი საკუთარ თავს ქუჩაში. დღეს ბედნიერი ადამიანი და ვამაყობ იმით, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარები, რომ ქუჩაში კი არა, დარბაზში იყვნენ. დარბაზში გატარებული წლებით არაფერი არ გეკარგება. აი ქუჩაში კი ძალიან ბევრი რამე, თითქმის ყველაფერიც კი ხანდახან. გადაცემა მომზადებულია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით.
თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.